თბილისში ახალი ვირუსის წყარო გაჩნდა გერა შარდენის ქუჩა, სადაც თეთრი გულებით გაფორმებული ერთი ჩვეულებრივი მუხის ხე დგას. უცნაური ამურ ანუ სიყვარულის ვირუსის ავტორი ხათუნა ჩხეიძე იგივე ექსპერიმენტის გამეორებას უკვე ნიუ-იორკში აპირებს. თბილისში სიყვარულის ვირუსი შარდენის ქუჩიდან გავრცელდება. წითელი ხე და თეთრი გულები, როგორც სუფთა გრძნობების სიმბოლო თბილისში ახალი ვირუსის წყარო უნდა გახდეს. ასე სჯერა მხატვარ ხათუნა ჩხეიძეს, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე უბრალო მუხის ხე მორთო. ემიგრანტისთვის განსაკუთრებული ემოცია ეს სიყვარულის თემა, თავისი ქალაქის მიმართ და საერთოდ ეს სიყვარული განსაკუთრებულად გამწვავებული და ესეთი გაზვიადებული. და ეს იდეა დამებადა აქ რომ ჩამოვედი, გადავწყვეტე რომ რაღაც ეს სიყვარულის სიმბოლო დამეტოვებინე ჩემ ქალაქში. მხატვარს იდეა ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩნდა. ამბობს რომ მშობლიურ ქალაქში სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა დახვდა. საკუთარი ემოციები და სურვილი ერთ ორიგინალურ იდეაში გააერთიანა. მეგობრები დაიხმარა და სიყვარულის მისაღებად ხვალ მთელ თბილისს შარდენის ქუჩაზე იწვევს. ეს ყველაფერი გაფორმებული იქნება მიმების მინის სპექტაკლით რა. და რა თქმა უნდა მთავრდება სიურპრიზით. რომელზეც არ გვინდა გითხრათ, მაქსიმალურად გვინდა რომ ხვალინდელი საღამო იყოს სწორედ აი ეს ვულკანური ამოფრქვევა, აი ამ დიდი ემოციის, რომელიც არა მარტო მონაწილეების მხრიდან იქნება, არამედ თვითონ მაყურებლებმაც რომ მოახდინონ საკუთარ თავში დაგროვილი სიყვარულის ერთმანეთზე გადაცემა. შარდენზე მისულები წითელი ხის გარდა მიმების წარმოდგენას და მოდელების იმპროვიზებულ ჩვენებას ნახავენ. თუ წამოწყებამ გაამართლა მხატვარის სიყვარულის ვირუსის გავრცელებას ნიუ-იორკშიც გეგმავს. მის იდეას შარდენზე შემფასებლები დღესვე გამოუჩნდნენ. ზუსტად 5 წელიწადი არ ყოფილი ვარ თბილისში. რო ჩამოვედი, ძალიან დიდი ცვლილება. ვერ იცნობ თბილისს. რაც მეტი ასეთ სიყვარულისა და საერთო შეერთების სიმბოლოები იქნება თბილისში, უკეთესი. საჭიროა. ქართველისთვის სიტყვა ცნება, სიყვარული ძალიან ბევრს ნიშნავს და თითქმის ამაზე საუბარიც შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ჩვენს გენში, ჩვენს სისხლში, ჩვენს მუხლში, სარწმუნოებაში პირველი არის, რასაც უნდა ვემსახუროთ. აქ როგორც უბრალო მასწავლებელი ისე ჩამოვედი. ქართველებს ვფიქრობ სიყვარული არ გაკლიათ. როგორც მივხვდით, თქვენთან ყველაფერს მასპინძელი წყვეტს. თუ მომიპატიჟებთ, ხვალ ამ დიდებულ ადგილზე სიყვარულის ვირუსის მისაღებად აუცილებლად გამოვივლი. ხათუნა ჩხეიძე ამერიკაში 2 დღეში ბრუნდება. მისი სიყვარულის სიმბოლო წითელი ხე ქალაქში იმ დრომდე დარჩება, სანამ მას ქარიან წვიმა საბოლოოდ არ გაანადგურებს. ასე იყო დღევანდელი დღე და კურიერი 9 საათზე ჩვენ ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ახომეს.